გამარჯობა მეგობრებო. ეს 25 თებერვალია თქვენ უყურებთ თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან მესამეს პირდაპირ ეთერში. კარგი ამბით დავიწყებთ, უпроსტორად კარგი ამბით მათთვის, ვისაც საპენსიო რეფორმა არ მოსწონდა. აი 900,000 ლარს ჩადებენ ახლა სარეკლამო კამპანიაში და ისე შეფუთავენ, რომ წუნს ვერ აუღებ. და თუ თითქმის მილიონიანმა რეკლამამ არ შეგაყარა რამე, მაშინ უკვე შენშია პრობლემა. მეგობრებო, იმისთვის რომ საპენსიო რეფორმის ეფექტურობა ვირწმუნოთ, მთავრობა თითქმის მილიონს დახარჯავს. მილიონსაც დახარჯავდა. არაა პრობლემა, მაგრამ გარეკლამებაში მილიონი დახარჯეს, გაცილებით ცუდად ხდება ყურს, ვიდრე 900,000 ლარზე მეტი დახარჯეს. ანუ ადამიანები, რომლებიც ნერვიულობთ საპენსიო ასაკის მიღწევის დროს, იქნება თუ არა თქვენი ფული უკვე დახარჯული, ნუ გაინერვიულებთ. ეს ფული თქვენს თვალწინ ახლავე დაიხარჯება. ჯერ რაც ვკითხეს გვინდოდა თუ არა საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა, იძულებით გვართმევენ შემოსავლის 2%-ს და ახლა ჩვენგან ამოღებული ფულით უნდათ გადაიღონ რეკლამები, რომ მოგვეწონოს, რომ ფულს გვართმევენ. სააგენტოში განმარტეს, რომ არ გეგმავდით საინფორმაციო სარეკლამო საქმიანობის განხორციელებასო, ანუ არ ვიცოდით, რომ ხალხს არ მოეწონებოდა საპენსიო რეფორმა. ასეთი აუცილებლობა გამოწვეული იქნა პირველ რიგში გარკვეული ჯგუფების მიერ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებითო. არა და ყველაზე ნეგატიური ინფორმაცია რაც საპენსიო რეფორმაზე მივიღეთ, ისაა რომ არსებობს. ეს ის შემთხვევა ეს ფული მანჩესტერის მოგებაზე რომ დადონ გამეხარდება, ოღონ მართლა იმიტომ რომ მანჩესტერმა შეიძლება მართლა მოიგოს და ფული გაბევრდეს და რეკლამა მაქსიმუმ მოგვეწონოს და მორჩა. 900,000 ლარი. ანუ რეკლამაზე დახარჯული ფული უდრის საპენსიო ფონდის დირექტორის 5 წლის ხელფასს. აი ეს თანხები ზუსტად ვიცით უკვე საპენსიო რეფორმის წამოწყებიდან 2 თვეში საწავა. არა და ესენი უნდა გაგვეგო მოგვიანებით. 5 წლის შემდეგ ფინანსურ პოლიციას უნდა გამოეძია. არამიზნობრივი ხარჯვა დაედგინა. ან არ დაედგინა. ოღონ დაზუსტებით. და ჩვენ კი ახლავე ვიცით საჯარო ინფორმაცია და მთავრობაც ამაყობს. და თან ეს თანხები არაც ვიცით საწავა. დანარჩენი საერთოდ არ ვიცით ჯერ. საბჭო რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სად დააბანდებენ ჩვენს იძულებით საპენსიო დანაზოგს, ჯერ არ შეკრებილა, რადგან არ არსებობს. ყოველთვიურად კი 20 მილიონ ლარზე მეტი ირიცხება საპენსიო ფონდში და 100 მილიონზე მეტი დაგროვდება მალე. 100 მილიონი ლარი ბანკების ანგარიშებზე იმ პირობებში, როცა ბანკები ვერ გასცემენ სესხებს, ნიშნავს, რომ ეს ფული სადღაც ბიზნეს სტარტაპებში ჩაისხმება და ერთის მხრივ ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ჩაიწერება ოფიციალურ დოკუმენტებში. მეორეს მხრივ კი თუ სტარტაპები გაამართლებს, საპენსიო ფონდიც არ გაიფლანგება და დიახ, პენსიებზე საუბრისას წინადადებაში უნებლიე ჩდება შორისდებული თუ კიდევ ერთი სფერო, რომელიც მომავალში ძვირად დაგვიჯდება, კომუნალური ხარჯებია. ამჟამად საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 32 თეთრია. 2021 წელს ეს ფასი დაახლოებით 1 ლარამდე გაიზრდება. ასე რომ, სანამ არის შესაძლებლობა დავლიოთ. ეს ამბავი ყველასთვისაა პრობლემატური გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ბანობა არ უყვარს. ანუ თუ აბაზანაში შესვლა გეზარებათ ხოლმე, ახლა კიდევ ერთი მიზეზით გაправდება. ძვირი აცბაო წყალი, რომელი ერთი ვქნა, დავლიო თუ ვიბანაო. არადა. ამ ცვლილებების შეტყობინება ხო 2021 წელსვე შეიძლებოდა, მაგრამ არა ახლავე დაგვიანონსეს. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. ისე 2021 წლამდე 2020 წელიწაა. რომ გვახსოვდეს. ასეთ რაღაცებზე ამბობენ კომუნისტები. რომ აგე არ ჯობდა ძველი დრო? ხო და არა, არ ჯობდა. ისიც ცუდი იყო და ესეც. დღეს 25 თებერვალია, 98 წლის წინ წითელი არმია თბილისში შემოვიდა ქალაქის თავზე წითელი დროშა აღმართა. ახლა დროშა არ ფრიალებს, მაგრამ დროშის სამაგრი ადგილზეა. ამ ფოტოზე კი სერგო ორჯონიკიძის 1921 წლის 25 თებერვლის დეპეშას ხედავთ. დეპეშაში წერია: ლენინს, სტალინს, ბაქო. 25 თებერვალი 21 წელი.
თბილისის თავზე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს. ორჯონიკიძე. ახლა მე მინდა ჩემი გადაცემის სახელით ერთი დეპეშა დავწერო. ლენინს, სტალინს. თქვენ ორივე მკვდარი ხართ. სერგო ორჯონიკიძე 37-ში თქვენ თვითონვე მოკალით. საბჭოთა კავშირიც აღარ არსებობს. თბილისის თავზე ულამაზესი ქართული დროშა ფრიალებს. ნუ ჩვენ მოგწონს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. მშვილდაძე. ახლა კი რუბრიკა ხუმრობა იქით იყოს და რადგან პრეზიდენტმა არის ის ჩვენ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალთან რამდენიმე რამ განაცხადა. პირველი, იუნკერების დიდი ნაწილი დაიღუპა. სინამდვილეში 183 იუნკერიდან 9 დაიღუპა. საბოლოო ჯამში იუნკერები მთლიანი ჯარის 0.3% იყო. და პრეზიდენტისგან სხვა მეობრების ხსენებაც არ იქნებოდა ურიგო. მათ შორის გვარდიელების, არმიის ჯარისკაცების, ნაცვალთა ათასეულის კურსანტების, მოხალისეების და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ წუხს, რადგან აქ არანაირი ნიშანი იმისა არ არის, რომ უცხოელები ამოვიდნენ და გაიგონ აქ რა მოხდა სინამდვილეშიო. ტაბახმელაში არის ომის დროინდელი სანგრის ნარჩენები. სადაც სხვადასხვა წინა მეოთხე პრეზიდენტის მარგველაშვილის ფონდის დაფინანსებით და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ინიციატივით ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები და დაიდგა მემორიალური დაფა, რომელსაც უცხოელები ხშირად სტუმრობენ. როგორც ბოლო დროის მოვლენებიდან გაირკვა, სალომეს ერთადერთი ფუნქცია ასეთი ღონისძიებების სტუმრობაა და ცოტა მომზადებული მაინც მივიდეს. ეს იყო რუბრიკა ხუმრობა იქით იყოს, ახლა კი ხუმრობა აქეთ იყოს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი უწყებიდან ოქროს მოპარვის ბრალდებით დააკავეს. აქედან ერთ-ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ის რაღაცა ნამდვილად ოქროსი იყო. და რა კი ოქროზე ვლაპარაკობთ, ბარემ ოსკარების ვახსენოთ. წელს ოსკარების დაჯილდოებაზე არავის ჩაძინებია. ერთი იმიტომ, რომ ქართული ფილმი ისევ არ იყო ნომინირებული და მეორე იმიტომ, რომ როგორც კი თვალებს მიხუჭავდნენ, ეგრევე ლედი გაგას 30 მილიონიანი სამკაული ჭრიდა თვალს და აფხიზლებდათ. საინტერესო ადგილზე როგორი სანახავი იყო მთელი ეს პროცესი. სწორედ ამიტომ ამერიკიდან ჩაგვერთვება ჩვენი უკიდურესად მიუკერძოებელი კინომანი რეპორტიორი გუჯა მაჭარაშვილი. გამარჯობა გუჯა, რით იყო გამორჩეული ეს ოსკარები წინა ოსკარებისგან? არაფრით. წელსაც მიშა ისევის პატარა ოქროსფერი კაცუნები დაურიგეს გამარჯვებულებს და შეიძლება ვთქვათ, რომ ჰოლივუდში ცოტა კრეატივში უჭირწმა. ხო, მაგრამ გუჯა, ამ ხელა ოსკარებზე ახალი როგორაფერი არ მოხდებოდა ეხლა. შეიძლება კი მოხდა, უბრალოდ მე ბოლომდე არ მისმენია, რემი მალეკი გადმოვარდა სცენიდან, მე სასტრაფო მოვიდა და უნდა გადაიყვან საავტობუსში, ვინ გამოყვებაო, არავინ არ გაყვა და მეთქი რა ვქნა და გავყევი რა. გუჯა, ამ ხელა ვარსკვლავის სცენიდან გადავარდინდა და შენ კიდე აფერი მომხდარაო. ხო, ისე მაგაზე შეგვიძლია ვეხუმროთ კიდეც, რომ ეს ოსკარი ამ ადამიანმა ორჯერ აიღო და აქედან ერთხელ იატაკიდან. ბოლოში შენი სიცილი მოუხდებოდა. ჰა! გუჯა, ამბობენ, რომ ლედი გაგას და ბრედლი კუპერის სიახლოვის გამო ირინა შეიქს სახე შეეცვალაო და მართალია? არ ვიცი, მე არ შემიხედავს, ჩემთვის ირინა შეიკიც ოკუპანტია მიშინა. გასაგებია გუჯა. როგორ ფიქრობ, ვის დარჩება ბრედლი, შენ ვის გინდა რომ დარჩეს? მე? რა ვიცი, მიშა, პირდაპირ თემას შევცვლი და გეტყვი, რომ ამ დღეს ლედი გაგას 30 მილიონიანი ბრილიანტის სამკაული ეკეთა. ვა. რუსთავის ზესტაფონის სამტრედის და ლანჩხუთის წლიური ბიუჯეტი ერთად რომ გიკეთია ყელზე.
რაღაცნაირად გული ჩამწყდა. გუჯა, ბრილიანტი რამდენ კარატს იწონის? ოფიციალური ინფორმაციით, ბრილიანტი 128 კარატზე მეტი უნდა იყოს და ჩემი დაკვირვებითაც 128 უნდა იყოს. ეხლა რაღაცა კარატებზე პლუს მინუს არ ავყევი, ხო ეს არ ვარ ეხლა ქალოიე ტიპი რომ მაგაში ვიცოდი. გუჯა. თვითონ ბრედლი კუპერი ხო არ გაგიცნია? მიშა სიმართლე გითხრა, ერთ კუპერს ვიცნობ, მაგრამ ბრედლი ქვია თუ არა, ეგ აღარ მახსოვს რა. გუჯა, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა საქართველოზე თუ იციან რამე? მიშა, ეს ადამიანები ისე არიან გასულები, რომ საქართველოს ჯორჯია კი არა, თავის შტატი ჯორჯია არ იციან სად არის. სოფლიო ვარსკვლავებში ფოტო ვისთან გადაიღე? არავისთან. მე თვითონაც არ მიყვარს გუჯაში რომ მოვარდებიან და გუჯა შენთან ფოტოს გადავიღებ და რაღაცა მეც აღარ შევაწყვეტ. გუჯა, ერთი ფოტოც არ გადაგიღია? ამერიკაშიც არ წახვედი? არა, მიშა, სიმართლე გითხრა, ცოტათი დამემართა გედი ფოფხაძე რა. ანუ 3 დღე ვფიქრობდი, წავიდე, არ წავიდე, მაგრამ გედიზან გასხოვით, მე არ წავედი. მე ეგეთი კაცი ვარ, რო ვიტყვი, არ წავიდი, არ წავალ. წავედი, წავალ. მადლობა, გუჯა. რა ინფორმაცია მივიღეთ შენგან და შევეცდებით სადმე გამოვიყენოთ. ახლა კი ერთ წინადადებიანი რუბრიკა, ვისთვის როგორ? ფინანსთა მინისტრის თქმით, TBC ბანკის ამბავი მოგვარებულია. მოგვარებულია? ჯერჯერობით მე მგონი მხოლოდ მოყომარებულია. უმრავლესობიდან წევრების გადინება გრძელდება. დღეს ოცნებიდან გია ჟორჟოლიანი და გედევან ფოფხაძე წავიდნენ. ბატონმა გედიმ პარასკევს განაცხადა, რომ 3 დღე დავფიქრდებიო. დღეს კი გითხრა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა ჩემი დარჩენაო. ანუ აბსოლუტურად ყველა ლოგიკა გამორიცხა ამ 3 დღეში. და ვერანაირი რომ ვერ იპოვნა დასარჩენად, ნუ ეხლა აი რაღა უნდა ეკნა. ადგა და წავიდა. თუმცა ალბათ ყველაზე ხმაურიანი წასვლა მაინც ეკა ბესელიას ჰქონდა, ეკა თან ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო, თუმცა რაღაცნაირად ბესელია და ოცნების ლიდერი თითქოს ერთმანეთს კი დაშორდნენ, მაგრამ მაინც მეგობრებად დარჩნენ. ეკა ბესელიამ სხვა გაცილებით ხმაურიან საქმესთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრების მხოლოდ ნახვისთვის ან მესენჯერით მეგობრისთვის გადაგზავნისთვის 16 ადამიანია დაკავებული. ბესელიამ Facebook პოსტში დაწერა, არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე გაუაზრებელი შეცდომის გამო. მიუხედავად ამისა, 16 ადამიანს მაინც ემუქრება პატიმრობა ვიდეოს ყურებისთვის. რა პოზიციაც გინდა გეკავოს, აქ აშკარაა, რომ მთავრობა საშინლად უსამართლოდ იქცევა და ვიდეოს გადამღების და პირველი გამავრცელებლის ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დასჯით ისეთი რამის კრიმინალიზებას ცდილობს, რის პოლიციური კონტროლის განხორციელება შეუძლებელია და ზოგადადაც სისულელეა. თან იმ ფონზე, როცა სამთავრობო პარტიის წარმომადგენლებს ღიად აქვთ ნაჩვენები სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოები. მოკლედ, მოეშვით ამ ხალხს. ეკა ბესელიას ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თავაკვაძემ განაცხადა, რომ ოცნებიდან წასული ბესელია აწი სანერვიულოს ოპოზიციასაც გაუჩენს. ეს განცხადება მშვენიერი საბაბი აღმოჩნდა, რათა უკეთ ჩავძიებოდით და გაგვერკვია, ვინ არის არჩილ თავაკვაძე და როგორ მოვიდა ამ პოზიციამდე. მაშასე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ბიოგრაფია 10 ჰედლაინში. 2017 წლის 4 ივნისი ავგან მუხთარლის საქმეზე. თავაკვაძე აცხადებს, ჯერა საქართველო არანაირად არ არის ჩართული ამ ინციდენტში. 30 ივნისი კახი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდი. კალაძეზე ამბობს ამას. ცველზე 2017 წლის 30 ნოემბერი არჩილ თავაკვაძე გზად ადამიანებს დაეხმარა და ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. თან დაწერა ასე. წვიმიანი, ცივი ამინდია. დილადრიან თბილისიდან ქუთაისში წამოვედი პარლამენტის სესიაზე. რიკოთის უღელტეხილზე ვერტყვი ჭალასთან გზავრებმა დამიქნიეს ხელი. საქართველო ერთი ოჯახია. გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ. უბრალო კარგი ადამიანები გავიცანი. ეს ავტომობილიც მათი ნაყიდია. ანუ დეპუტატის მანქანით მიდიოდა.
ამ პოსტის მერე ერთადერთი რაც მინდება თქვა არის არჩილ შენ უნდა წერო და სხვათა შორის წარმოუდგენლად გაგვიმართლა ამ სურვილში სულ მცირეოდენი ძებნის შემდეგ ინტერნეტში არჩილ თალაკვაძის ლექსები ვიპოვეთ ამიტომ მოდით ამ ჯერზე მშრალი ჰედლაინების ნაცვლად ქართველი დეპუტატების პოეზიის ნაკადულებს დავეწაფოთ. მაშ ასე. ლექსი. საღამო მშვიდობისა. რატომ დამივიწყეთ? უსიტყვოდ მესმის, როგორ გეკადრებათ. თქვენ ალბათ უელსის პრინცესა ბრძანდებით. მე კი წყემსის გოგო მენატრება. აი კიდევ ერთი ლექსი. ჩემი სახლიდან გაიქცა მართა, სამშაბათს ისევ. მე დავრჩი მარტო, შესაბამისად. და მისცა მარტმა წვიმას ჩემი მისამართი. მოვიდა წვიმა და სველი ვნება გამინაწილა. ეს მოხდა სამშაბათს, მართას რომ გავშორდი. ოთახში ახლაც არის ის ნესტი. მარტს ჩემი გაზაფხული ემართა. მე მარტის წვიმასთან ინცესტი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ორი კომენტარი მაქვს. პირველი არჩილ უკაცრავად და რა? და მეორე, ანუ გინდა არ გინდა მაინც დამბეჭდავია. განვაგრძოთ ამბავი მძიმე მოლოდინებით ცოტა. ივნისში თბილისში იგეგმება LGBTQI Pride-ი, ცოტა ხნის წინ LGBTQI საზოგადოებამ ლოგოს დიზაინით შექმნა, რომელზეც კინტოა გამოსახული. თუმცა ქართულ მართ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ამ ფაქტთან დაკავშირებით. რასელოდები ძმებო, გამოვარდით ქუჩაში, ვერ ხედავთ კინტო დახატეს ბანერზე. შალახოს გვართმევენ, ბიჭო. თუმცა თავად ქართული მარშის ლოგოც არ არის მათი მსოფლმხედველობის იდეალურად ამსახველი. როგორც გახსოვთ, დროშაზე ხავთ მითიური არსება ცალრქა, ანუ იუნიკორნი. ახლა მოდი დავგუგლოთ ეს არსება და უბრალოდ გადავხედოთ ფოტოებს. ხო და მეგობრებო, სანამ დროშაზე აი ეს ხოველი ყავთ, მგონი სერიოზული სახეებით პრეტენზიების გამოთქმა უადგილოა. ახლა კი რუბრიკა უიმართლა, ეგ სადაა, რას აკეთებს ახლა? დავით საგანელიძემ 56 ქართული ჯიშის ღორი აღწერა. საიდანაც 12 ჯიში შეირჩა სუბთა ქართული ღორის მომრავლება რომ დაიწყოს. საკმაოდ სასიხარული ამბავია, 12 სუბთა ქართული ჯიშის ღორი გვყავს. ჯერ საპენსიო ფონდი წამოგვეწევა, მერე გოჭები წამოიზრდებიან. რაღაცა იქნება. ახლა კი უცხოეთის ამბები. ვენესუელაში კრიზისი გრძელდება და უკვე შეგვიძლია ისტორიული თვალსაზრისით ამ პროცესის კატეგორიზაცია. რომ დავყოთ მაგალითად ეს რამდენიმე ეტაპად ვენესუელას კრიზისი. პირველი, ვენესუელა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი რაოდენობით ნავთობს ფლობს და დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად წელში გამართულ ქვეყნად მოიაზრებოდა. მეორე ეტაპი, ვენესუელა ეკონომიკური კატასტროფის წინაშე დგას. ნავთობის ფასთან ერთად ბოლივარმას დაკარგა ღირებულება, ქვეყანა სამოქალაქო გადატრიალების წინ დგას. და მესამე, ბოლო დაცემა. ვენესუელას ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოს თავაზობს. მამუკა ბახტაძემ ტვიტერზე დაპოსტა, რომ საქართველოს უერთდება საერთაშორისო სოლიდარობას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოსა და ვენესუელელების მიმართ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის კუთხით. იმედია დაგვიფასებენ ამ დახმარებას ვენესუელელები და უკან წაიღებენ აღიარებას და უმადუროები არ დარჩებიან. ამასობაში კი ვაგრძელებთ საშვილიშვილო საქმეს და ვცდილობთ ქართული ჭორთ შემოქმედების აღორძინებას. დღეს ორშაბათია, მძიმე დღე და გავიმსუბუქოთ დღევანდელი საღამო მსუბუქი ჭორებით, რომლებიც ჩვენ მოვიფიქრეთ. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს მიერ მოფიქრებული ჭორების 100 უკვე მესამე ათეულს, რომელშიც არის 12 ჭორი. პირველი. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თავისივე ფარული ვიდეო აქვს, რომ რამე რო იყოს და ბიზნეს დასჭირდეს. ერთგულებასაც აქვს ლეველები. მეორე, არჩილ თალაკვაძე თურმე მცივანა ყოფილა და ზაფხულშიც საბანი ახურავს.
ერთხელ თურმე ემზარკვიციანი ფილარმონიის ასასვლელთან დაკარგულა. მეოთხე ცოტა ეზოთერული ჭორია. თურმე გიგა ბოკერიას დამთქნარება გადამდები არ ყოფილა. დავით უსუფაშვილზე ამბობენ, გულიანად არასდროს არაფერზე უცინიაო, ანუ გადახარხარება არ შეუძლია. მეექვსე, თამაზ მეჭიაური თურმე ძილში ლაპარაკობს და თან სულ ჭკვიანურებს, ოღონ დილით არ ახსოვს. მეშვიდე, ადამ არშანია ერთადერთი ადამიანია, რომელზეც ჭორს არ ვიტყვით, იმიტომ რომ ნებისმიერი ჭორი შეიძლება მართალი აღმოჩნდეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. მერვე ჭორი ასეთია, თურმე ენძელა მაჭავარიანს მართლა გული ჯერა რომ საპენსიო რეფორმა კარგია. მეცხრე, გედი ფობღაძე თურმე ყოველდილით გამამხნევებელ აერობიკას უყურებს ტახტზე წამოწოლილი და ცალფეხზე ჩუს სათამაშებს. გიორგი ქობულიას ყოველ დღე გონია რომ დღეს მისი ბოლო სამუშაო დღეა და ერთხელაც მართალი აღმოჩნდება. მე-11 ირაკლი ღარიბაშვილი თურმე არც არასდროს არსებობდა. და მე-12 მე მგონი TBC-ის პრობლემა მოგვარებულია. ამ ჭორს ჩვენ არა, ამ ჭორს ფინანს და მინისტრი ავრცელებს. დღეისათვის ეს იყო და ეს. შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 20 წუთზე მესამეს პირდაპირ ეთერში. მომავალ შეხვედრამდე.